საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ კვირას პრეს-კლუბში მაუწყებლობის შესახებ კანონში ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა. ვოლსკი კატეგორიულად უარყოფს, რომ სარეკლამო დროის რეგულირება რომელიმე კონკრეტული ტელევიზიისთვის ზიანის მიყენების მცდელობას ნიშნავდეს. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ცვლილებები ტელეკომპანიებს თანაბარ და კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ვოლსკიმ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გამო საპარლამენტო უმცირესობა გააკრიტიკა. ნებისმიერ საკითხზე, რაზედაც ჩვენ და საზოგადოება პრეტენზიას გამოთქონდა წინა ხელისუფლების მიმართ, ნებისმიერ საკითხზე პარალელების გავლება, იგივე პრეტენზიების წამოყენება, მათ შორის საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამოყენებით, სხვადასხვა სოციალურ თემებთან დაკავშირებით, ეს არის ტაქტიკა, რომელსაც საკმაოდ პროფესიონალურად მიმართავს ნაციონალური მოძრაობა.